ბოლო მონაცემებით პლატფორმა Free Business G-ზე 2254 ბიზნესია გაერთიანებული, ვერიფიკაციის მოლოდინში კი 685 ბიზნესია. აქვე გეტყვით, რომ ეს არის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ ორი ძირითადი მოთხოვნის გარშემო აერთიანებს. ესენი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და უკანონო პატიმრების ახალ წლამდე გათავისუფლება. მოთხოვნებს იზიარებს ყველა ის ბიზნესი, რომელიც პლატფორმაზე ფიქსირდება, მათ შორის არის ProLeski საქართველოს, სწორედ ProLeski საქართველოს დამფუძნებელი გწურობს გადაცემაში და Free Business G-ზე გაერთიანებასთან ერთად კომპანიის ოპერირებისთვის 2024 წელს ასევე სამომავლო გეგმებს შევაჭამებთ. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მადლობა დაპატიჟებისთვის. ხო, უპირველესად მინდა დავიწყოთ საუბარი სწორედ ამ პლატფორმით, რომელზეც უამრავი ბიზნესი გაერთიანდა 2254 ბიზნესი. თქვენ შემთხვევაში რა იყო ის თავარი სათქმელი და ასე ვთქვათ, мотиваცია, რატომაც გადაწყვეტეთ, რომ ამ ერთობის ნაწილი ყოფილიყავით? ბუნებრივია, ქვეყანაში ისეთი მოვლენები ვითარდება, ისეთი უსამართლობა არის, თუნდაც ამ დაკავებულებთან მიმართებაში, რომ ეს არის ბუნებრივი, რომ მათ განთავისუფლებას ვითხოვთ თითოეული ჩვენთაგანი. რაც შეეხება მეორე საკითხს, ხელახალ არჩევნებს, ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. არის ორი გზა არის, ხო? ერთი გზა არის ის, რომელიც ეს ვითარება შენარჩუნდება და ამ ვითარების შენარჩუნებას მოყვება უფრო მეტი ესკალაცია, გაგრძელდება სანქციები, ქვეყანა წავა უარესობისკენ და უარესობისკენ. თუ არ შემოვა ინვესტიციები, თუ არ შემოვა საგარეო დახმარებები, თუ არ შემოვა თანხები, ეკონომიკას ელოდება კრახი. ლარის გაუფასურებიდან დაწყებული, დამთავრებული ხელფასების და ინფლაციით, ხელფასებით, რომ ვერაფერს ვერ იყიდი, იმიტომ რომ ყველაფერი არის ფაქტურად შემოტანილი, ყველაფერი არის ვალუტით ნაყიდი. სუპერმარკეტში რომ შეხვიდეთ და ნახოთ, ქართული პროდუქცია არის მინიმალურად წარმოდგენილი. შესაბამისად, ის რო გაძვირდება და ლარის ყიდველთ უნარიანობა შემცირდება და კურსი გაიქცევა, 2-3 წელიწადში ესე თუ შენარჩუნდა და ესკალაცია თუ შენარჩუნდა, 2-3 წელიწადში ამ ქვეყანისგან აღარაფერი არ დარჩება. 90-იან წლებში დაუბრუნდებით. შესაბამისად, ახალი არჩევნები და შეთანხმება და ქვეყნის გადატვირთვა ერთადერთი გზა არის ამ ქვეყნის განვითარების გაგრძელების, ხო? ანუ იმ შემთხვევაში თუ ახალი არჩევნები შეინიშნება, დიდი ალბათობით სანქციების პროცესი შეჩერდება და აღარ იქნება ამ სანქციების გაღრმავება. შესაბამისად, ვთვლი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ქვეყნის გადატვირთვა, ახალი არჩევნები. კი ბატონო, გურამ, რა ერთობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის ამ პლატფორმის ფარგლებში არის უპრეცედენტო, რომ ბიზნესი ასე გაერთიანებული იყო, არ ახსოვს არავის. თქვენი შეფასებით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახლა ყველას ხმა ისმოდეს თანაბრად, მათ შორის ბიზნესების არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესი. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახლა ისმოდეს ყველას ხმა? ასე ვიტყვი, რომ ბიზნესი ფიქრობს პირველ რიგში თავის თავზე, ხო? ანუ ბიზნესი უნდა განვითარდეს. შესაბამისად, ბიზნესს არ აინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება სათავეში. ბიზნესის ინტერესია, რომ საერთოდ არ იცოდეს, ვინ მართავს ქვეყანას, იყოს სტაბილური, განვითარებადი ქვეყანა, სადაც ხალხს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი. თუ ხალხს არ აქვს შემოსავალი და არ არის გადახდელ უნარიანი, შესაბამისად სხვადასხვა ბიზნესს სხვადასხვა პროდუქტს ვერ შეიძენს. შესაბამისად 90-იანებში დაბრუნება ნიშნავს ამ ბიზნესების გაკოტრებას, ნიშნავს ქვეყნის გაუარესებას და თითოეული ჩვენთაგანის სავალალო მდგომარეობაში ყოფნას. კი ბატონო. ჩვენ გავლენებზე ვსაუბრობთ, მათ შორის ბევრმა კომპანიამ, ბიზნესმა იგრძნო უკვე საკუთარ თავზე მიმდინარე მოვლენების გავლენა, მათ შორის მეწარმეებმაც, ვინც სახელმწიფო პერიოდს განსაკუთრებით ელოდება ხოლმე რეალიზაციის თვალსაზრისით. თუ იყო გავლენა თქვენ შემთხვევაში ProLeski საქართველოს ჭრილში, თუ არის მაგალითად მომართვენობა შემცირებული, იმიტომ რომ ხალხს თითქოს აღარ აქვს ხალისი სხვა რაღაცებზე კონცენტრირდეს მიღმა მიმდინარე მოვლენებისა. ამ ეტაპზე ProLeski საქართველოს ფლობს ფრენჩაიზ საქართველოში, ამიერკავკასიაში უფრო სწორედ, ამ ეტაპზე ჩვენ როგორც პირდაპირ მომხმარებელთან ოპერირება შეჩერებული გვაქვს, სხვა კომპანია მართავს ახლა იმას რა ქვია, თვითონ დარბაზს, შესაბამისად ჩვენ ამ ეტაპზე შეჩერებული გვაქვს ოპერირება. ეს მიმდინარე მოვლენების არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენების, მაგრამ მიმდინარე მოვლენების კავშირში არის, იმიტომ რომ გახსნას ვაპირებდით და რაც გაფართოებას ვაპირებდით სხვადასხვა კუთხით. მიმართულებით. კი ბატონო, მინდა 2024 წელიც შევაჯამოთ ოპერირების თვალსაზრისით, როგორი იყო ის
წელი, მიმდინარე წელი, თუ არ ჩავთვლით ამ ძიმე ვითარებას, რომელიც ბოლო თვეების კუთხით დაგვემთხვა, სხვა შემთხვევაში როგორი იყო 2024 წელი ოპერირების თვალსაზრისით? მე ვფიქრობ, რომ არარელევანტური არის კონკრეტულად ბიზნესზე საუბარი და როგორი იყო 24 წელი, მთავარია როგორ იქნება 25, 26 და 27 წელი, ანუ ჩვენი ქვეყანა საითკენ წავა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოვლენები მშვიდობიანად დასრულდეს, მივიდნენ შეთანხმებაზე, იმიტომ რომ პოლიტიკოსების ვალდებულება არის ქვეყნის მომავალზე ფიქრი. კიდევ ერთხელ ვიზახი, თუ ეს სანქციები გაფართოვდა, არ გულისხმობ მხოლოდ პიროვნულ სანქციებს, ხო, ანუ პიროვნულ გულისხმობ ქვეყნის მიმართ სანქციებს, ეკონომიკურ სანქციებს, ეს აუცილებლად გაფართოვდება და ეს არ უნდა მოხდეს. ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და არ ვფიქრობ, რომ ვინც დღეს ქვეყანას მართავს, ვერ ხვდება, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, მათი ვალდებულება არის, რომ თითოეულ მოქალაქეზე იზრუნონ და ქვეყანაში არ მოხდეს ისე, რომ კოლაფსი რომ მოხდეს ქვეყანაში. კი ბატონო, იმ შემთხვევაში თუ მათ შორის მმართველი გუნდი ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე. მათ შორის არ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რასაც უწესებს პლატფორმის ფარგლებშიც ის 2000-ზე მეტი ბიზნესი, რომელიც იქ უკვე არის გაერთიანებული, რა ვითარებას ელოდებით? თუ არ მოხდება სიტუაციის დეესკალაცია, უშუალოდ ბიზნესის ოპერირების კუთხით, აი რა არის ის მთავარი გავლენები, რასაც უპირველესად იგრძოთ, მათ შორის თქვენი სექტორის ჭრილში? ნახეთ, ისტორიული კანონზომიერება, ხო, როგორც არ უნდა მოხდეს, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს დაძაბულობა და ერთმანეთთან ჭიდილი, ადრე თუ გვიან, ხო, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მარცხდება. დღეს იქნება 1 წელიწადში, იქნება თუ 4 წელიწადში იქნება. შესაბამისად, თუ ხელის გადაწევით გაგრძელდა ეს ყველაფერი და გაგრძელდა ესკალაცია, არც ერთი ბიზნესი საქართველოში კარგად ვერ იგრძნობს თავს. თუ ეს მოხდა დღეს, ხვალ, ზეგ და რაც შეიძლება მალე შეთანხმება ახალ არჩევნებზე, დეესკალაციაზე, უბრალოდ დაჯდებიან, ისაუბრებენ და გადატვირთავენ ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციას, ბიზნესიც განვითარდება. თუ ეს გაგრძელდა და ხელის ჭიდილი და აქციები გაგრძელდა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, 1 წელი, ხო? ანუ ეს ქვეყანას კარგს არაფერს არ მოუტანს. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ადრე თუ გვიან მარცხდება. დღეს მოხდება თუ 4 წლის მერე აუცილებლად მოხდება ეგ ამბავი და შესაბამისად ჯობია ისე შეთანხმდნენ, რომ ქვეყანა კრიზისამდე არ მივიდეს. ქვეყანაზე არ მოხდეს ესეთი გავლენა, როგორი გავლენაც შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო მეტად ვიხილოთ თუ ეს მდგომარეობა სამოაო პერსპექტივაში ამის გაგრძელება თითოეული დღე, კვირა, თვე თუ წელი იქნება უარესობისკენ და უარესობისკენ. ამის აღდგენა 90-იანებიდან გამოსვლას ძალიან ბევრი წელი დაგჭირდა იმისთვის, რომ დღეს შედარებით ნორმალური ქვეყანა ვიყოთ. ამის დანგრეულის მერე თავიდან აშენება საკმაოდ რთული იქნება და საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაჭირდება. კი ბატონო, როგორი ახლა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ჩვენ ბიზნესთან საუბრობთ ხოლმე, რომ აი ახლა როგორი პერიოდი უნდა გქონდეთ, მათ შორის ის რომ საახალწლოდ უნდა ემზადებოდნენ, მათ შორის ის რომ გაყიდვები 1-2-რად უნდა იყოს გაზრდილი. თქვენ შემთხვევაში როგორია ხოლმე ეს პერიოდი? აი პროვესკის საქართველოს შემთხვევაში რამდენად აქტიური პერიოდია? ჩვენთვის ზამთარი ყოველთვის აქტიური პერიოდი იყო და საახალწლოდაც განსაკუთრებულად, უბრალოდ წელს ახალი წელი არავის არ უხარია ახალი წელი ბავშვების სურათებსაც ვერ ვდივართ, უბრალოდ ბავშვი რო გიხარია და გინდა სახში ნაძვისხე რო ავაწყეთ, ის ნაძვისხის სურათიც არ დაგვედია, იმიტომ რომ უბრალოდ დღევანდელ დღეს ვითარება ისეთი არის, რომ არ არის ეთიკური, დღეს ბავშვის სურათი დადო ნაძვისხესთან, როდესაც ესეთი რაღაცები ხდება. შესაძლოა არანაირი საზეიმო განწყობა არ არის, ადამიანები ვინც ხვდებით, რომ შეიძლება ძალიან რთულ ვითარებაში შევიდეს ქვეყანა, არანაირი საზეიმო განწყობა არ არის. კი ბატონო. რა არის ის პროექტები, რაც იყო დაგეგმილი და სამოოდ გადაიწევს ეს პროექტები? აი განვითარების რა ეტაპზე გინდათ გადახვიდეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოვლენები დარეგულირდება, მოექცევა თავის ფარგლებში და შესაბამისად ქვეყანა შეძლებს სოლებურად. ზოგადად თვითონ თხილამურები და მთის კურორტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რაც შეეხება არსებობს ეგეთი კურორტი გოდერძი, რომელიც საკმაოდ არ არის ბოლომდე განვითარებული. აჭარაში ზოგადად პროცენტულად ბათუმის და აჭარის მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად სრიალებს თხილამურებზე, ვიდრე მაგალითად თბილისის მოსახლეობა. თბილისიდან როგორც გუდაურში ადიან ვიკენდზე ადამიანები, ისე ბათუმელებიც უნდა ადიოდნენ ვიკენდზე. შესაბამისად, ძალიან დიდი სურვილი ქონდა, რომ აჭარაში გაგვეხსნა, გვესწავლა აჭარის მოსახლეობისთვის თხილამურებზე სრიალი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი ავიდოდა გოდერძში, შესაბამისად, სასტუმროები გაიხსნებოდა, ინფრასტრუქტურა გაიხსნებოდა, როცა მოთხოვნა მეტი იქნებოდა გოდერძზე. შესაბამისად, პირველი და მნიშვნელოვანი რაც ჩვენ გვინდოდა, აჭარაში გვინდოდა ჩვენი ფილიალის გახსნა. და გეგმება გადაიწერა. ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ, იმიტომ რომ არ ვიცით ქვეყანაში რა მოხდება.
კი ბატონო. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სხვადასხვა ბიზნესების წარმოადგენლებთან იმაზე, თუ რატომ ევროკავშირი და რა არის ის სიკეთეები, რაც ამ გაერთიანების ფარგლებში ელოდება ბიზნესს და ზოგადად რატომ ევროპული სტანდარტები ყველა მიმართულებით, ყველა ბიზნეს მიმართულებით. თქვენ შეფასება როგორი ამასთან დაკავშირებით, რა არის ის მთავარი სიკეთეები, რაც თქვენ ჭრილში ხედავთ, თქვენი ბიზნესის ჭრილში ხედავთ, მათ შორის კურორტების ნაწილში, რაზეც საუბრობთ ახლა პოტენციალზე. ბიზნესის კუთხე აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხება. ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება, შესვლა, არა მარტო ვიზო რეჟიმი, მაგალითად, საერთოდ არ ეხება ბიზნესს. შვილი მყავს, რომელიც ფეხბურთს თამაშობს. ძალიან რთულია დღეს ქართული პასპორტით მოეწყო თუნდაც ევროპულ გუნდში. ურთულესი არის, იმიტომ რომ ხარ ლეგიონერი. დღევანდელ წარმატებულ ფეხბურთელებსაც კი ზოგს უჭირს, იმიტომ რომ ლეგიონების კვოტა არსებობს, სადაც საქართველოს იმ კვოტაში ხვდება და ხوارთ ლეგიონერები. თუნდაც აი იმ ბავშვებს დღეს რომელსაც ბევრი 1000 ბავშვი რომელსაც ჩვენმა დღევანდელმა ფეხბურთელებმა მოანდომეს და ფეხბურთში რომ ნახოთ გადაჭედილი არის აბსოლუტურად ყველა აკადემია, ყველას უნდა ფეხბურთელობა. მათი პროგრესისთვის, მათი მომავლისთვისაც კი უნიშნელოვანესი ევროპასთან დაახლოება და ასე აბსოლუტურად ყველა სფეროში. კი ბატონო, და მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ნაწილში ბევრი ბიზნესი ვიცით, რომელიც სწორედ ევროკავშირის გრანტებით და არ მხოლოდ ევროკავშირის, ეს ამერიკის იქნება თუ სხვა, ესე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციების ნებისმიერ სფეროში აბსოლუტურად ევროპა არის მთავარი. თუნდაც ტურიზმში ავიღოთ, ევროპელი ტურისტი ბევრად მეც ხარჯავს, ბევრად მეტდოულათი შემოაქვს საქართველოში, თუნდაც ვიდრე ტურისტებს სხვა ქვეყნებიდან რა. ანუ აბსოლუტურად ყველა დარგში ევროპასთან დაახლოება მნიშვნელოვანი განათლება ავიღოთ, ხო? ანუ რა ნებისმიერ კითხეთ აბსოლუტურად სადურჩევნია განათლება მიიღოს ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში თუ რომელიმე სხვა დანარჩენი სამყარო სხვა ქვეყანაში, ხო? ელემენტარული განათლების კუთხითაც უკონკურენტო, უალტერნატივო. აბსოლუტურად ყველა სფეროში ევროპა და ამერიკასთან დაახლოება. კი ბატონო. მინდა კიდევ ვკითხოთ პროლესკის საქართველოზე პოტენციალი და პერსპექტივები მინდა შევაფასოთ. რა პოტენციალი აქვს ამ მიმართულებას ზოგადად? თქვენ გოდერძიც ახსენეთ, მათ შორის რომ აქ აპირებდით კონკრეტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა არსებობს. გოდერძიც კი არა, ბათუმში, რომ ბათუმელებმა ისწავლონ და ბათუმიდან მერე წავიდნენ გოდერძიზე ისრიალო. კი ბატონო, ბათუმში და გამართული ხო ეს ინფრასტრუქტურა, რომ მერე ხო, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა არსებობს. როგორია პოტენციალი, როგორ შევაფასებთ ამ? ზოგადად თხილამურებზე სრიალი და სამთო სათხილამურო სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტი და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ყველა ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდო და თითქმის ყველა ვინც არ სრიალებს, ყველას უნდა რომ ისრიალოს. უმეტესობამ დააგვიანა და ზრდასრულ ასაკში რცხვენია უტყდება მთაში წავიდეს და დაიწყოს სრიალი. შესაძლოა ჩვენი დარბაზი და დარბაზები იმის საშუალებას გაძლევთ, რომ თუნდაც ზრდასრულ ასაკში ისწავლოთ თხილამურებზე სრიალი და 2 წელიწადში ისრიალოთ თითქოს ბავშვობიდან სრიალებს. ასევე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოში დარბაზში ისწავლოს სრიალი და მერე ახვიდე მთაში და მთაში ისრიალო უკვე და დახვეწოს შენი სრიალი. შესაბამისად ეს სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტი ადამიანისთვის. კი ბატონო, ამ სპორტის და ზოგადად ამ მიმართულების განვითარებაში რა წვლილი აქვს პროლესკის საქართველოს? თქვენ თავარ მიღწევებად რა გესახებათ? ამ ოპერირების პერიოდის მანძილზე. ძალიან დიდი ფიდბექი იყო, ძალიან ბევრმა ბავშვმა ისწავლა სრიალი და ძალიან ბევრი ბავშვი სრიალებს, შესაბამისად ის ადამიანი, ვინც ბედნიერია და ამის სიამოვნებას იღებს და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, ეს არის მთავარი ჩვენი ფიდბექი. კი ბატონო, და სხვათა შორის ძალიან ასე ვთქვათ, პატარა პერიოდში ხდება, ხო? კი, დაახლოებით 2 კვირა საკმარისია იმისთვის, რომ საკმაოდ გამართულად ისრიალო. დანარჩენი უკვე ადამიანზე არის დამოკიდებული. კი ბატონო. ჩვენი საუბარი და დღევანდელი ინტერვიუ მინდა მიმდინარე მოვლენების შეჯამებით დავასრულოთ. რა მოლოდინები გაქვთ თქვენ? როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ასევე როგორც ბიზნესის წარმოადგენელს, როგორია თქვენი მოლოდინები და გეგმები, მათ შორის თუ შეგვიძლია უკვე დასტაბილურებული გარემოს ჭრილში ვისაუბროთ სამოვალო გეგმებზე. სამწუხაროდ პესიმისტურად ვიყურებ ამ სიტუაციას, პესიმისტურად იმ კუთხით, რომ კიდევ ერთხელ ადრე თუ გვიან ხალხი გაიმარჯვებს რა, ანუ ქვეყანა წინ წავა და სხვა გზა არ არის, ალტერნატივა არ არის, ისტორიული კანონზომიერება. უბრალოდ რის ფასად მოხდება ეს ამბავი? მე არ მჯერა, რომ გონიერების არ მჯერა, რომ მაგალითად ხვალზე გადაწყვიტავენ ახალ არჩევნებს და ჩემი აზრით თუ გონიერება ჭარბობს, სანამ დაგვასანქცირებენ, სანამ კიდევ უფრო მეტი სანქცია წამოვა, სანამ ეკონომიკური სანქცია წამოვა და სანამ ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოხდება, მანამდე თუ დაინიშნება არჩევნები და გონიერება ეყოფათ, მე ამ მთავრობას სტაჟ დაუკრავ.
თუ მაგის გონიერება ეყობა. თუ არა და უფრო არ მჯერა მაგისი და შესაბამისად ველოდები რომ ეს აქციები დიდი ხანი გაგრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება, სანქციები იქნება და ქვეყანა ნელ-ნელა წავა უარესობისკენ, სანამ მერე მოხდება გამარჯვება. მოხდება გამარჯვება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გურამ გადაცემაში სტუმრობისთვის. წარმატებები თქვენ საქმიანობაში და წარმატებები ჩვენ ყველას ერთად, ვისაც გვინდა რომ რეალურად გულწრფელად გვინდა რომ სიტუაცია გამოსწორდეს და მადლობა დამატებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. გურამ გოგიშვილი პროლესკის საქართველოს დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში.